დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და გადაცემის მეორე ნაწილში ვისაუბროთ ციფრულ უსაფრთხოებაზე და ვინ თუ არა ჩვენი თანაწამყვანი დათო სამნიაშვილი შემოგვიერთდა, რომელიც ძალიან მოგვენატრა. როგორ ხარ დავით? ნორმალურად, ხო, ზოგადად სწორი პასუხია. ხო, ზოგადად მეცნიერებას მოგვენატრა და უბრალოდ ხო, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე ხშირად სამწუხაროდ ჩვენთან გვიწევს ხოლმე ისეთ თემებზე საუბარი, რაც დღეს ყველაზე მეტად აქტუალურია ჩვენთან. და დღესაც გვინდა ვისაუბროთ რეალურად იმ თემაზე, რაც ასევე ძალიან აქტუალურია, ეს არის ციფრული უსაფრთხოება, ხო? იმიტომ რომ დღევანდელ გამოწვევებში იმ რეალობაში, რაშიც დღეს ვართ, მნიშვნელოვანია მათ შორის ციფრული უსაფრთხოება, როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი ციფრული მონაცემები და ამაზე ისაუბრებს ციფრული უსაფრთხოების სპეციალისტი ნინო გამისონია, რომელიც ჩაგვერთვება ახლა. მის როგორ ყავს ხაზზე? კი, ხაზზე უნდა იყოს. მოგესალმებით ნინო. გამარჯობა ნინო. თომ, როგორ ახართ? ხნედ. შენ როგორ ხარ? მეც კარგად ვარ, ძალიან დიდი ბოდიში რომ ვერ მოვახერხე სტუდიაში მოსვლა დღეს, ცალკე სამსახური, ცალკე კიდე ამ ყოველდღე აქციებზე სიარულით გავცივდი, მე მგონი, რაღაცა ცოტა სიცხიანი ვარ მგონი. ხო, სხვა რაღაც ვირუსებია გავრცელებული აშკარად, იმიტომ რომ ყველა თითქმის ჩემს აქციებზე ვიყავით. ყველა ძალიან ბევრი ადამიანი ჩემ გარშემოც აქციებზე სიარულის გამო იგივე სიტუაციაშია. ნინო, ციფრულ უსაფრთხოებაზე უნდა ვისაუბროთ აუცილებლად, იმიტომ რომ დღევანდელობაში ძალიან აქტუალურია, ვიცით თუ როგორ ხდება ციფრული მონაცემების მოპარვის მცდელობაც მათ შორის, ვინც კარგად იცავს თავს და იცავს, ასე ვთქვათ, ციფრულ ჰიგიენას, მათი მონაცემების მოპარვა ვეროდ რთულია. რას უნდა მივაქციოთ ყველაზე მეტად ყურადღება დღევანდელობიდან გამომდინარე ამ მიმართულებით? კი, და ისიც რომ ვთქვათ, აი რას მოიცავს თვითონ ციფრული უსაფრთხოება ზოგადად? ციფრული უსაფრთხოება ზოგადად კომპლექსური თემა, ანუ არ შედგება მხოლოდ ერთი კომპონენტისგან და მადლობა დათო ძალიან კარგი შეკითხვაა, რასაც არ სვამენ ხოლმე, იმიტომ რომ რაღაცა ერთი კონკრეტული შეკითხვით მომადგებიან სიტყვაზე, როგორ დავიცვა სიგნალი, ანუ მართლა იგივე უსაფრთხოა სიგნალი, როგორც ლაპარაკობენ და ანუ ერთი სიგნალის გამოყენება არ აგვარებს ხოლმე იმ პრობლემებს, რის წინაშეც დღესდღეობით ჩვენ ციფრულ სამყაროში შეიძლება ვიდგეთ. კომპლექსური თემაა და ბევრი სხვადასხვა კომპონენტისგან შედგება, ისეთი როგორიც არის მაგალითად ანგარიშების დაცვა, ამ ანგარიშების უსაფრთხოების გაძლიერება, მონაცემების დაცვა, თვითონ მოწყობილობების დაცვა, უსაფრთხო კომუნიკაციის საკომუნიკაციო არხების გამოყენება, ჩვენი იდენტობის დაცვა ასევე ონლაინ და ფიშინგისგან დაცვა. აი ეს არის ძირითადი თემები, რომელსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ, როცა ციფრულ უსაფრთხოებაზე ვლაპარაკობთ და სანამ საერთოდ ზოგადად გადავალთ ამ თემებზე ლაპარაკობთ, პირველ რიგში იქნება ეს ინდივიდი, იქნება ეს ვინმე აქტივისტი, ორგანიზაცია თუ საჯარო მოხელე, აუცილებლად უნდა იფიქროს იმ რისკებზე, რის წინაშეც ის შეიძლება კონკრეტულად იდგეს. და ეს რისკებიც ცხადია გამომდინარეობს იქიდან თუ რა საქმიანობ, რითი ხარ დაკავებული, სად მიდიხარ, სად მოდიხარ და ასე შემდეგ. მაგალითად, თუ შენ დადიხარ აი ამ საპროტესტო აქციებზე, რომელიც ჩვენ ქვეყანაში ახლა არის და შენ ხარ დაკავების რისკის წინაშე, აი ეს რისკი უნდა განსაზღვრო. რამდენად ხარ დაკავების რისკის წინაშე და თუ დაგაკავეს სიტყვაზე, როგორ უნდა იყოს შენი ტელეფონი დაცული, ხო? მაგრამ შენ თუ არ დადიხარ აქციებზე და არც ისეთი აქტიური ხარ, რომ დაკავების რისკის ქვეშ იყო, შესაბამისად შეიძლება არც იფიქრო იმაზე, თუ როგორ უნდა გააძლიერო ან დაიცვა შენი ტელეფონი. და მოდი ამ არსებულ რეალობას რომ მოვერგოთ და ამაზე რომ ვილაპარაკოთ და ამაზე რომ კონცენტრირდეთ, პირველ რიგში ვილაპარაკოთ ტელეფონების დაცვაზე, ხო? იმიტომ რომ ტელეფონი პერსონალური ნივთია, ტელეფონი არის ის მოწყობილობა, რომელიც ძალიან ბევრი ინფორმაციის მატარებელია, მათ შორის ჩვენი ძალიან პირადი და პერსონალური ინფორმაციის და ტელეფონში ასევე შესული ვართ ძალიან ბევრ აპლიკაციაში. აი ამ აქციების დროს ხდებოდა ჩამორთმევა ხშირად, როგორც ვნახეთ და შემდგომ აღარ დაბრუნება, იმიტომ რომ აქტიურად აშკარად არის სამიზნე ტელეფონები, ვიცით, ყველა დაკავებული საუბრობს იმაზე, რომ ტელეფონს ითხოვდნენ და ყველა ხშირ შემთხვევაში საერთოდ აღარც უბრუნებენ მათ, ხა უკვე მოროდიორობის ნაწილია და რაღაც პირადი ინფორმაციის მოპოვების, იმიტომ რომ მაშინ როდესაც ვერ ხდებოდა ტელეფონებში შეღწევა, უბრალოდ ტელეფონები ქრება და მე შეიძლება არის ნაწილებად აბარებენ თუ რას აკეთებენ.
არ ვიცი, მაგრამ არა, ნუ factory risk-ზე გავუშვებენ, ეგრეთ წოდებულ, ანუ გადააყენებენ, ასე ვთქვათ, სისტემას და მე როგორც ტელეფონს ისე გამოიყენებენ. მაგრამ აქ არის ერთი ძალიან დიდი საფრთხე ამასთან დაკავშირებით, ნუ კარგი მოგპარეს ტელეფონი, მოგპარეს, ახლა ამას ვერ გადაყვები და ვერ გაგიჟდები, ხო? ახალ ტელეფონს იყიდი რამენაირად. აქ უფრო დიდი პრობლემა არის, რამდენად გაქვს ტელეფონი დაცული, ან თითის ანაბეჭდით, ან პაროლით, ან Face ID-ით, რომ უცხო პირმა ვიღაცამ ვინც ტელეფონი ან ჩამოგართვა ან იპოვა, ვერ მოიპოვოს წვდომა იმ აპლიკაციებზე და იმ მონაცემებზე, რაც ამ ტელეფონში გაქვს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. აქ ახლა ორი ტიპის რაღაცა უნდა განვსაზღვროთ ჩვენ. ანუ ერთი არის, როდესაც მოროდიორები არიან ეს რობოკოპები და ისინი ითვისებენ ჩვენ პირად ნივთს და შემდეგ ანუ factory risk-ზე გავუშვებენ ამ ტელეფონს და გამოიყენებენ მე ჩვეულებრივად ახლა კომპიუტერი როგორც დავუშვათ Windows-ის გადაყენება შეიძლება, ისე შეიძლება ამ სისტემების გადაყენება ტელეფონზე, ხო? და მეორე ტიპის ადამიანები არიან ეგრეთ წოდებული ჩვენი სამართალდამცავები, რომლებსაც გააჩნიათ სხვადასხვა პროგრამები, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია დაბლოკილი ტელეფონიდან მონაცემების ამოღება. ანუ გააჩნია მათი მიზანი რა არის. აი ეს არის საინტერესო, ხო, აი დაბლოკილი ტელეფონი და რამდენად შეუძლიათ მონაცემების ამოღება ან კლასიკური გაგებით დაცული ტელეფონისგან, რომელსაც უბრალოდ ან Face ID სჭირდება, ან თითის ანაბეჭდი. და თუ არის რომელიმე სისტემა უფრო მოწყვლადი მაგ აპლიკაციების მიმართ, მაგრამ iOS-ი უფრო დაცული არის თუ Android-ი ამ შემთხვევაში. ეხლა ნახეთ როგორი რაღაცა, მოკლედ ეს თანამედროვე სისტემები, რომლებიც გამოდის, ხო, მე თანამედროვე სისტემებში გულისხმობ უახლეს Android-ებს და უახლეს iOS სისტემებს. ისინი ყოველთვის ცდილობენ, რომ რაღაცნაირად ისეთი დაცვა ჩააყენონ ამ სისტემებში, რომ მსგავსი ტიპის პროგრამებმა ვერ შეძლონ მონაცემების ამოღება ამ ტელეფონებიდან. სხვადასხვა ტიპის პროგრამები არსებობს, რომლებიც გამოიყენება ამ ტელეფონების გასატეხად და ინფორმაციის ამოსაღებად. ერთ-ერთი ცნობილი ბაზარზე, რომელიც არის და მე მგონი ყველა ქვეყანაში, ყველა სამართალდამცავ ორგანოს აქვს, Celebrite ქვია, რომლის საშუალებითაც, ანუ ესეთ მოწყობილობაზე არის გაშვებული ეს Celebrite-ის სისტემა, აერთებენ შენს ტელეფონში და ვის ეხავს, ასე ვთქვათ, ამ ტელეფონს და თავის პაროლი ან მონაცემებიანად იღებს პროვაიდერს. ამისგან როგორ უნდა დავიცვათ თავი? პირველ რიგში კი ვიცი რომ ყველანი ხულიანები არ ვარ და ყველას ბევრი შემოსავალი არ გვაქვს იმ ადამიანებს ვინც დაუშვათ ამ აქციაზე დავდივართ ან შეიძლება არ დავდივართ აქციაზე მაგრამ არ ხონდეს იმდენი შემოსავალი მაგრამ რაღაცნაირად მოვახერხოთ უნდა უახლესი ტელეფონების ყიდვა მაგალითად iPhone 11-დან მოყოლებული 11-12-13-15-16-იც გამო ნინო ბოდის ვიხდი თუ შეიძლება ტელევიზორია მგონი თქვენთან ჩართული და ხმა შემოდის თუ არა არა ხო ბოდიშს იმაში შურიზიების და ნებისმიერი პირი და მოკლედ iPhone 11-დან მოყოლებული რომელზეც ნინო თუ შეიძლება ხელახლა დავრეკავთ იმიტომ რომ რაღაც ხმაური შემოდის ბოდიშს ვიხდი კარგი კი ბატონო ხო რაღაც ხმაური შემოდიოდა ბოდიშს ვიხდი ხელახლა დაურეკავთ ნინოს მაგრამ ხო რაზეც ვსაუბრობდი ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ვიცით რომ ტარგეტირებულად დაკავებულების ტელეფონების მიმართ არის ძალიან დიდი ინტერესი შეგვიძლია აქ ვისაუბროთ იმაზე რა ინტერესი არის ერთი შეიძლება იყოს რაღაც ფინანსური ინტერესი რომ ამ ტელეფონს მე რაღაც გაყიდიან ან ნაწილებად ჩააბარებენ ბევრი რაღაც შეიძლება ყველას არ აქვს იმის საშუალება იმდენი შეიძლება არ იცოდეს რომ ის რესეტი შეიძლება და უბრალოდ სადღაც ჩააბაროს მაგრამ მეორე არის მე ვფიქრობ უფრო ღირებული და მნიშვნელოვანი იმ ადამიანები რომლებიც აქტიურები არიან პოლიტიკურად მათ აპლიკაციებში შეღწევა და ინფორმაციის გამოტანა რომელიც მათ აინტერესებთ უშუალოდ სამსახურებს ხო ამ შემთხვევაში სიგნალის აპლიკაცია შეღწევა არაერთის გამსმენია რომელიც დააკავეს რომ გამიხსენე შენი ტელეფონი და უარეს შემთხვევაში იღებენ მუშ სახეში ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს ყველაფერი იყოს მაქსიმალურად დაცული კი ხო ან მან რა ვიცი მე მაგალითად ერთ ადამიანის შემთხვევა არ მახსოვს რომელიც დააკავეს და არ მოსთხოვეს ეს ანუ ეს ტელეფონზე პირდაპირ ნადირობა იმიტომ რომ ერთია რომ იქ შეიძლება რაღაცა პოლიტიკასთან დაკავშირებული ინფორმაცია იყოს მაგრამ მეორეა რომ ისინი ნადირობენ უბრალოდ აი შენს პირად ინფორმაციაზეც კი აი სრულიად სულ შეიძლება შენი პირადი ცხოვრების რაღაც მასალა იყოს რომელსაც შემდეგ ხო რომელსაც არაფერი უდანაშაულო ან არაფერი კანონის საწინააღმდეგო მაგრამ აი ესეც კი რაღაც დონეზე მანიპულაციისთვის შეიძლება შემდეგ გამოიყენონ და ეს საფრთხეებიც არის ნინო ყოს ისევ ხაზზე
აგიბრუნდით მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ბოდიში ხარვეზი გქონდა. კი, ეხა კარგად ისმის ყველაფერი. გავაგრძელოთ, სადაც გავჩერდით. ხო, ანუ იმაზე ვლაპარაკებდით თუ როგორ უნდა დავუშვათ აი ამ პირადი მონაცემების ამოღებისგან ეს ტელეფონები, ხო? ანუ პირველი რაც უნდა გავაკეთოთ ეს არის რომ შევეცადოთ რაც შეიძლება უახლესი ტელეფონი ვიყიდოთ, ან iPhone-ი, ან რეკომენდირებულია Google Pixel ან Samsung-ის რომელიმე თანამედროვე Android სისტემა. Android-ი ვისაც უყვარს, მათთვის ან Samsung-ი ან Google Pixel-ი. თუმცა უმჯობესია რომ ეს უფრო ახალი იყოს და განახლებული. მაგრამ თუ მაინც და მაინც ახლა არ გვაქვს იმის საშუალება რომ iPhone 16 ვიყიდოთ ან Google Pixel 9 ვიყიდოთ, შესაძლებელია 6, 7, 8 პიქსელის ყიდვა და ან დავუშვათ iPhone 12-13. აი შენ თითქოს შეგნებულად არ ახსენ ახლა ის მობილურები, რომლებიც არის ჩინური თუ მაგალითად ხო, აი მაგაზეც რო ვისაუბროთ. ბევრად უფრო მოწყვლადია იმ აპლიკაციების მიმართ, რომლებიც შეღწევას ცდილობენ, რომლის მეშვეობითაც შედიან სისტემაში. კი, ვილაპარაკებთ ამაზე, მაგრამ ანუ იმის გარდა რომ ეს უახლესი ტელეფონები უნდა გქონდეს, უახლესი სისტემებიც უნდა გვეყენოს ამ ტელეფონებზე. ანუ უახლესი ტელეფონებს, ახალ ტელეფონებს იმიტომ მოვითხოვთ, რომ მათზე შესაძლებელია უახლესი განახლების დაყენება. და ეს განახლებები და ახალი სისტემები ძირითადად მოდიან თავისი ახალი უსაფრთხოების განახლებებით და დაცვით. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ ისეთი ტელეფონები გქონდეს, რომელზეც სიტყვაზე ბოლო ვერსია iOS-ის ან ბოლო ვერსია Android-ის დაყენება იქნება შესაძლებელი იმისთვის, რომ მათ დაგვიცნონ. ამას გარდა ტელეფონებზე აუცილებლად უნდა გვეყენოს კარგი პაროლი, იმიტომ რომ აი ამ კარგი პაროლის გატეხვა მსგავსი ტიპის პროგრამებსაც ძალიან უჭირს. კარგ პაროლში არ იგულისხმება პაროლი, როგორც არის მაგალითად ნინიკო 123 ან გიორგუნა 123, ან დაუშვათ შენი დაბადების წელი ან შენი დაბადების თარიღი, სრულიად შენგან პერსონალურად გამყენებული უნდა იყოს ეს პაროლი, რასაც ტელეფონზე დავაყენებ და რაც უფრო ქსელია პაროლი, მით უფრო რთულია მისი გატეხვა. ტელეფონებზე როგორც წესი მხოლოდ რიცხვები არის ხოლმე პაროლი, იმ შემთხვევაში თუ სახის იდენტიფიკატორი ან ანაბეჭდი არ აყენია, როგორც წესი რიცხვებია ხოლმე. ამ რიცხვებს მაქსიმალურად რაღაც რენდომაიზერით უნდა იყოს არჩეული თუ გასაგებია რომ დაბადების რიცხვი არ უნდა იყოს, მაგრამ აი რაღაც არსებობს როგორი არ უნდა იყოს, მაგალითად არ უნდა მეორდებოდეს? აუცილებლად რენდომ უნდა იყოს, ანუ რენდომიზირებული უნდა იყოს, არ უნდა იყოს ჩვენთან დაკავშირებული არანაირად. რა ვიცი, გრძელი უნდა იყოს, ეს არის ერთ-ერთი პირველი მოთხოვნა. 6 ნიშნა არის ყველაზე გრძელი. არა, 6 ძალიან ცოტაა, მინიმუმ 15. ხო, ტელეფონზე შესასვლელ პაროლს მე ვიცი რომ iPhone-ზე თუ იყოს შესაძლებელი 15 ნიშნა იყოს, ეგეც არის. არ ხო, ჩემ ტელეფონზე ბევრად პატარა არის, ხო. ხო, 6 არის, მე როგორც ვიცი iPhone-ზე მაქსიმუმი თუ შეიძლება ვწდები. შესაძლებელია ახლა სიმართლე გითხრათ არ მახსოვს ეგ ამბავი და მაინც ვერ ჩავუკვირდები, მაგრამ მაქსიმალურად რა რის საშუალებასაც იძლევა გრძელი პაროლი უნდა დავაყენო. ამას გარდა თავი უნდა ავირიდოთ, მოდი თუ ხეშად ვიტყვი, რაღაცა სულელური აპლიკაციების დაყენებისგან. მაგალითად როგორც არის რაღაცა PDF ედიტორი, QR code reader და რაღაცები ცალკე მსგავსი ტიპის პროგრამების დაყენებისგან, იმიტომ რომ როგორც წესი არ ვიცით ხოლმე ვიზიდან მოდის ეს პროგრამები, რა აპლიკაციებია და შესაძლოა ამ აპლიკაციებსაც ჰქონდეს რაღაცა ისეთი მოწყობილობები, რომელიც შემდეგ გამოყენებული იყოს აი ამ ტელეფონის. ანუ ეს აპლიკაციები შემდეგ შეიძლება გამოიყენონ იმისთვის, რომ ჩვენ ტელეფონი გატეხონ, მაგას გულისხმობ, ხო? კი, თვითონ აპლიკაციასაც შეიძლება რაღაცა მოწყობილობა ჰქონდეს და შესაბამისად, ანუ ის იყოს გამოყენებული ტელეფონის გასატეხად და აი რაღაცა ხვრელის საყოვნელად, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი გახდება ტელეფონში შეხსება. ახლა თითის ანაბეჭდი და Face ID ცუდი დაცვა ცხადია არ არის, ბიომეტრიული მონაცემია, უნიკალური რამეა და თუ მე არ შევხედე ჩემი სახით ან ჩემი თითის ანაბეჭდი არ დავადე ტელეფონზე, ამ ტელეფონის გახსნა შეუძლებელი იქნება, მაგრამ ჩვენი სიტუაციიდან გამომდინარე, რაზეც ვილაპარაკეთ, რომ ადამიანებს არც მე ამ ტელეფონზე მიუშვერენ სახეზე და ხსნიან, ისევ და ისევ გამომეორდები, რომ თუ
ჩვენ დაკავების საფრთხე არსებობს ამ საპროტესტო აქციებზე, მაშინ უმჯობესია რომ Face ID და თითის ანაბეჭდი მოხსნილი იყოს. თორემ ზოგადად ცუდი დაცვა არ არის, ძალიან კარგი დაცვაა და მისი გამოყენებაც ყადია შეიძლება. აქვე ერთი რაღაცა მინდა აღნიშნო ამასთან დაკავშირებით, რომ თუ სიტყვაზე ჩვენთან სახლში მოდიან შესამოწმებლად და პოლიციას უნდა ჩვენი მოწყობილობების ამოღება, სანამ ვინმეს კარს გაუღებთ დარწმუნდით, რომ მოწყობილობები გამორთული აქვს. ნუ იმაზე არ ვლაპარაკობ, რომ კომპიუტერები დაშიფრული უნდა გქონდეთ იმ საშუალებებით, რაც არსებობს დღესდღეობით. ტელეფონები ნაგულისხმევად ან დიფოლტად დაშიფრულია, მაგრამ თუ ჩვენ გახსნილ მდგომარეობაში დავახვედრებთ ამ კომპიუტერებს, ისინი უკვე განშიფრულია ჩვენი პაროლით. ამიტომ თუ თქვენთან არის იმის საფრთხე, რომ ვინმემ რა ეგრეთ წოდებულმა სამართალდამცავებმა დაგაკავნა, ჭრეკა ჩაატარონ თქვენ სახლში და ამოიღონ მოწყობილობები, დარწმუნდით, რომ სანამ სახლში შემოუშვებთ, გამორთოთ ეს მოწყობილობები. ოღონდ გამმეორდები კიდევ ერთხელ მანამდე დარწმუნდით, რომ დაშიფრული გაქვთ ეს კომპიუტერები. ჩინურ ტელეფონით რაც შეეხება თქვენი შეკითხვა იყო, ჩინური მოწყობილობები ზოგადად ძალიან არასანდოა, ასე ვიტყოდი, იმიტომ რომ მათზე ძირითადად არის დაყენებული Android სისტემა, რომელიც არის ღია წყაროზე დაფუძნებული და რომლის გადაკეთება არის შესაძლებელი და ამ ჩინურ ტელეფონებს მე არ ვიცი ვინმე შეამოწმა თუ არა ოდესმე, მაგრამ ჩვენ იმ მწარმოებელმა მაგალითად Xiaomi-მ არ ვიცით თავის სისტემაში რა ჩაუნერგა ამ ტელეფონებთან თვითონ მოწყობილობას რა შესაძლოა რა გქონდეს, ანუ რა გქონდეთ ჩაყენებული ან ამ სისტემაში რა გქონდეთ ჩაშენებული თვითონ ამ ეს აპლიკაციები, ეს ტელეფონები, ჩინური ტელეფონები, როგორც ესე ძალიან ბევრი რაღაცა სხვადასხვანაირი აპლიკაციებით არის დაკრიტული, რომელსაც შესაძლოა არასოდეს იყენებდე, ან რომლებიც შესაძლოა არასოდეს გამოიყენო. ამიტომ, ანუ დათვი შენ მართალი იყავი, რომ ახსენე, რომ მე შეგნებულად არ ვთქვი ჩინურ ტელეფონებზე, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან წარიკილი აქვს ჩვენი ბაზარი, იმიტომ რომ ნუ იაფია და მუშაა და ტელეფონი ყველა სჭირდება და ყიდულობენ ადამიანები, გასაგებია, მაგრამ თუ შენ რაღაცა ასე ვთქვათ high risk ადამიანი ხარ, ადამიანი რომელიც აქციებზე დადის, აქტიურია, რაღაცა პროტესტებს ემყარება და ასე შემდეგ, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გქონდეთ ჩინური ტელეფონი. ხო, მე გასაგებია, კიდევ ერთხელ მინდა გავიმეოროთ, რომ რამდენად მნიშვნელოვანი არის ციფრული უსაფრთხოების და ჰიგიენის დაცვა, როდესაც ადამიანს აქვს იმის გონივრული ეჭვი, რომ შესაძლებელია ის ინტერესის სფეროს წარმოადგენდეს სამართალდამცავი ორგანოებისთვის და ვისაუბრეთ ახლა აქ იმაზე, მნიშვნელოვანია რთული, ასე ვთქვათ, პაროლი არსებობდეს ტელეფონზე, რამდენად ეს ტელეფონი გაძლევს ამის საშუალებას და დაშიფრული ქონდეს ყველა ის ციფრული მოწყობილობა, რომელიც სახლში გვაქვს. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ ვიღაცა რაღაცის დანაშაულის დამალვაზე არის საუბარი, არა, აქ უბრალოდ საუბარია იმაზე, თუ დღევანდელობიდან გამომდინარე, რომ ვიცით, რომ ყველა ტელეფონს იღებენ და ცდილობენ ისეთი ინფორმაცია მოიპოვონ, რომელიც მათ არ აქვთ კანონიერი უფლება, რომ ამ ინფორმაციაზე წვდომა ქონდეს. ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად ჩვენი თავი უნდა დავიცვათ ისე, რომ ეს სულ მცირე გაურთულდეთ ეს ოპერაცია. ძალიან დიდი მადლობა ნინო. მნიშვნელოვანი ინფორმაციისათვის წარმატებებს გისურვებთ დაგემშვიდობებით. რატო შეიძლება ერთ რაღაცას დავამატებ, მომცემთ ამის საშუალებას. იმის გამო რომ რაღაცა ვირუსიანი ვარ, მე დღეს აქციაზე ვერ შევძლებ წასვლას და მინდა თქვენს მაყურებელთ ხოლო ვინმე ვინც არ ახართ აქტიურები და არ დადიხართ, ჩემ მაგივრად წახვიდეთ და დადგეთ დღეს, რომ ეს პროტესტი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. პროტესტი ნამდვილად აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და პროტესტი ყოველდღურად არის მზარდი. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ და სამოქალაქო პოზიციისთვის, რომ თქვენი კარყოფით ხო სხვა ადამიანი ჩაგენაცვლოთ. წარმატებები, ხო და ძალიან მნიშვნელოვანი არის გარდა იმისა, რომ აი ეს ახლა რადაც ვისაუბრეთ, ის სამოქალაქო პოზიციაც, რომელიც ნუ გააჟღერა საბოლოო ჯამში, რომ იქ ხალხის უნდა იყოს, მანამ სანამ არ იქნება ჩვენი მთავარი მოთხოვნა მიღწეული, ეს არის ხელახალი არჩევნები. ხო, სადღაც თქო სხვათა შორის უბრალოდ არ მახსოვს ვინდა ადგილას ხო, მაგრამ თვითონ ანუ მთავარი გულისცემა არისო ეს რუსთაველიო რა და მთელი მე ეს მოქმედებები უკვე რაც გინდათ საზღვარგარეთ იქნება, გინდა ეს პოლიტიკური მოლაპარაკებები თუ რა იქნება, ყველაფრის
მთავარი მამოძრავებელი არის ის, რომ იქ ადამიანები დგანან რუსთაველზე. ხო, ეგ არის უპრეცედენტო რაღაც ხდება დღეს ქვეყანაში. მე-20 დღე არის. მე ვერ ვიხსენებ ასეთ განგრძობად პროცესს ამ ქვეყნის ისტორიაში, სადაც ამდენი ადამიანი ყოველდღურად იკრიბებოდა ერთი მთავარი მოთხოვნით და კიდე ხაზი უნდა გაუსვათ მნიშვნელოვან რაღაცას, რომ ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია, გარკვეული სფეროების პრობლემები, ის რომ ახლა ადამიანები საპრობილეში შედან, იმიტომ რომ მათ საკუთარ პოზიციას აფიქსირებდნენ და კიდევ ერთხელ სოლიდარობა ამ ადამიანებს, ისინი გარეთ უნდა იყვნენ აუცილებლად, მაგრამ ჩვენ თუ ამ მოთხოვნას დავაყენებთ წინ, ვიცით თუ როგორ იქცევა ხოლმე ქართული ოცნება ასე დროს, მე იწყებს ვაჭრობას, გისრულებს მაგალითად მაგ მოთხოვნას და მეორე მოთხოვნას გადაგივადებს და ამოსავალი წერტილი ამ პროტესტის არის და დარწმუნებული ესეც იქნება და გაგრძელდება და აუცილებლად მივახცევთ ამას, არის ხელახალი არჩევნები, იმიტომ რომ თუ ეს მოთხოვნა არ შესრულდა და რაღაცნაირი როგორც იციან ხოლმე ბჭყალებში ტრიუკით გამოძვრენ აქედან და გაათავისუფლეს მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც უკანონოდ ყავთ დაკავებული, არ ვართ დაზღვეული, რომ ერთი თვის შემდეგ იგივე არ განმეორდება და ხელახლა არ დააკავებენ ადამიანებს, რომლებსაც არაფერი დაუშავებიათ და ეს რეპრესიები გაგრძელდება, იმიტომ რომ თუ ესე მოხდება, სისტემას დაჭირდება საკუთარი პოზიციების გამტკიცება, გამაგრება, რეგენერაცია, იმიტომ რომ აქ ნამდვილად ხდება რყევა, ნამდვილად ხდება მათი დაზიანება და თუ მათ ამოსუნთქვის საშუალებას მივცემთ, ნამდვილად გაძლიერდებიან და ჩვენი თავარი ამოცანა უნდა იყოს, რომ ესენი უბრალოდ ეს სისტემა დაინგრეს და ხელახალი არჩევნები ჩატარდეს, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არავინ არ ვიქნებით დაზღვეული 1 და 2 თვის შემდეგ, რომ ჩვენ არ აღმოჩნდებით იმ დაკავებული ადამიანების გვერდზე ან მათ ადგილას, ამიტომ თავარი მოთხოვნა უნდა იყოს ხელახალი არჩევნები. ძალიან დიდი მადლობა დავით, წარმატებები მინდა გისურვო. ჩვენ რეკლამაზე გავალთ და რეკლამის შემდეგ დაგიბრუნდებით.